სავარაუდოდ აგვისტოს ბოლოს გამოცხადება საბა სხვითარიძის საქმეზე განაჩენი მოსამართლე ჯვებე ნაჭყებია საბოლოო გადაწყვეტილებას გამოაცხადებს სავარაუდოდ აგვისტოს ბოლოს სექტემბრის დასაწყისში, რადგან შემდეგი სასამართლო პროცესი 26 აგვისტოს ჩაინიშნა, სადაც უკვე დაცვის მხარე იტყვის დასკვნით სიტყვას, შემდეგ საბოლოო სიტყვა იქნება და ამის შემდეგ მოვისმენთ საბა სხვითარიძის საქმეზე გადაწყვეტილებას. თუმცა რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო დღევანდელ სასამართლო პროცესზე, დღეს გავიგეთ, რომ საბა სხვითარიძეს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას აღარ ედავება. ეს ბრალდება პროკურატურამ მოხსნა მაშინ, როდესაც მთელი 8 თვის განმავლობაში სასამართლოში სახელმწიფო ბრალდებლები ატარებდნენ საგამოძიებო მოქმედებებს, მოყავდათ მოწმეები, სრულმოწმე პოლიციელები, რომლებიც ირწმუნებოდნენ, რომ საბა სხვითარიძეს ჰქონდა ინფორმაცია, რომ პოლიციელი იყო მირიან ქავთარაძე და სწორედ პოლიციელზე მოახდინა მან თავდასხმა. გამოდის, რომ მოწმეებმა, პროკურატურის მოწმეებმა სრულჩვენება მისცეს ფიცის ქვეშ მოსამართლის თანდასწრებით. დღეს კი მოუწია პროკურატურას აღიარება, რომ საბა სხვითარიძის წინააღმდეგ ვერანაირი მტკიცებულება მათ ვერ მოაგროვეს და ამიტომ მათ უკან დაიხიეს, როგორც საქმის პროკურორმა გადმარტა ჟურნალისტებთან, არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ საბა სხვითარიძეს ვერ ეცოდინებოდა, რომ მირიან ქავთარაძე იყო სწორედ პოლიციელი, შესაბამისად გადაუკვალიფიცირეს საბა სხვითარიძეს მუხლი 120 მუხლის მეორე ნაწილით ედავებიან ახლა საბა სხვითარიძეს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანების მიყენებას გულისხმობს. დანაშაული 1-დან 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს და ახლა საინტერესოა როგორი იქნება პოზიცია მოსამართლის. უკვე 8 თვი არა საბა სხვითარიძე საპყრობილეში არის გამოკეტილი. ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ მტკიცებულებები ამ საქმეში არ არსებობს, მათთვის მაინც სასიამოვნო მოსასმენი იყო დღეს პროკურატურის აღიარება, რომ საბა სხვითარიძეს ვერ უმტკიცებს ახლა სახელმწიფო ბრალდება პოლიციელზე თავდასხმას. ბრალდების მხარე მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რომ შეცვალა კვალიფიკაცია, ვინაიდან თავად პროკურორმა აღნიშნა, რომ ყოველგვარი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. მირიან ქავთარაძე და მასთან ერთად ყოფილი პოლიციელები რომ მოვიდნენ და ამბობდნენ, რომ პოლიციელი ვარო უთხარითო, სასამართლომ კი არა ბრალდების მხარემაც კი არ დაიჯერა ეს. ამიტომ იცოდნენ კარგად, რომ ეს განაჩენები, როცა დემოკრატია დაბრუნდება ქვეყანაში, კარგად ხელახლა წავიკითხავთ მირიან ქავთარაძის და მისი მეგობრების ნაწილში. ჩვენ მოვიპოვეთ მტკიცებულება, სადაც ჩანს, რომ პირველადი თავდამსხმელი არის მირიან ქავთარაძე ახალგაზრდა გოგონაზე. მოვიპოვეთ არაერთი ქორთიათ მერიოდის სასტუმროს ჩანაწერები და სხვადასხვა ეკრანებზე გასული, ტელეეკრანებზე გასული პირდაპირ ეთერები და შევადარეთ წამობრივად საბა სხვითარიძე როდის მიდიოდა შემთხვევის ადგილას და როდის ხდებოდა კონფლიქტის დაწყება და ის რომ შეუძლებელი იყო მათ შორის საუბარი ქონო არსებულიყო, ასევე ათეულობით მოწმე წარმოვადგინეთ სასამართლოში დაცვის მხარემ, რომელმაც ფიცის ქვეშ დაადასტურეს, რომ ამ ადამიანებს ნამდვილად არ უთქვამთ, რომ არიან პოლიციელები. არავის არ ქონდეს ის განცდა, რომ კვალიფიკაციის შეცვლის გამო ჩვენ ამ საქმეს და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში არ წავიღებთ. ამის დრო დადგება და ჩვენ წავიღებთ ამ საქმეს. ის რომ თვითონ პოლიციელებს აქვს ნაღიარები, რომ ჩვენ ფორმაში ვერ ვიქნებოდით სპეციალურ დავალებას და ვერც ვიტყოდით, რომ პოლიციელები იყვნენ. ამას აღიარებენ, მაგრამ ამას ერთვის საბას დაზარალებული სტატუსის მიყენება, რითაც უნდათ, რომ ასე თუ ისე თავის შეცდომა რაღაცით გადაფარონ, რაღაცით გამოასწორონ. პროკურატურა პოლიციის ხელმძღვანელობს მაღალი სტანდარტით და ვინაიდან დადასტურდა, რომ შესაძლოა ბრალდებულს უთყურად არ ცოდნოდა, რომ პოლიციელები ასრულებენ თავის სამსახურეობრივ მოვალეობას, ამიტომ მივიღეთ ჩვენ ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილება კვალიფიკაციის შეცვლასთან დაკავშირებით. გავითვალისწინეთ ის ფაქტი, რომ შესაძლოა საბა სხვითარიძეს ბრალდებულს არ სცოდნოდა იმის თავაზე, რომ პოლიციელები ასრულებენ სამსახურეობრივ მოვალეობას, ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. სისხლის სამართლებრივად მსუბუქი დაზიანება, რომელიც 6-დან 21 დღემდე მკურნალობას საჭიროებს. ანუ პროკურატურამ ახლა უნდა ამტკიცოთ, რომ მირიან ქავთარაძემ ერთი კვირა საავადმყოფოში გაატარა, ან შრომის უნარო იყო ეს ადამიანი ამ დაზიანების გამო. მსუბუქი დაზიანება, ანუ ქმედების შესაბამისი კვალიფიკაცია, უნდა გადაწყდეს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში ასევე ექსპერტმაც განმარტა სასამართლოში, რომ
მირიან ქავთარაძეს მიღებული ჰქონდა ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება. თუმცა მას საავადმყოფოში არც ერთი დღე არ გაუყარა. რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია. ნახეთ, სამედიცინო დასკვნაში არსებული დაზიანებები პირდაპირ შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120 მუხლის შემადგენლობას. 6-დან 21-მდე საავადმყოფოში არ უნდა იყოს ადამიანი სისხლის სამართლის კოდექსის მსუბუქი დაზიანება ამას საავადმყოფოში არ უნდა იყოს. არ უნდა იყოს საავადმყოფოში. სამსახურში უნდა დაზიანება. იმისთვის რომ 120 მუხლის შემადგენლობა გქონდეს სახეზე, როგორც განმარტე უნდა იყოს ჯანმრთელობის დაზიანება მსუბუქი, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია. ამ საკალათო სასამართლოში ამ წუთებში სინდისის 11 პატიმრის სასამართლო პროცესი იწყება. საინტერესო არის დღეს როგორ განვითარდება პროცესზე მოვლენები, რადგან დიდი ალბათობით ადვოკატები დააყენებენ შუამდგომლობას, რომ ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილის პრემიერი გამოიკითხოს ამ სისხლის სამართლის საქმეზე, რადგან მაყურებლისთვის ცნობილი არის, რომ კობახიძემ პრაქტიკულად აღიარა პირდაპირ ეთერში, რომ ახლა თავისუფლებისთვის მებრძოლები იმის გამოსხედან ციხეში, რომ ადამიანები შეაშინონ, ადამიანები ვეღარ გამოვიდნენ პროტესტზე, აღარ დადგნენ ქუჩაში, საპროტესტო მუხტი მოკლან ქვეყანაში. შესაბამისად დღეს ადვოკატები გეგმავენ, რომ მიმართონ მოსამართლეს, რომ სისხლის სამართლის მასალებს დაუხტონ ირაკლი კობახიძის განცხადება. არ არის გამორიცხული მისი გამოკითხვაც მოითხოვენ დღეს ადვოკატებმა. როგორი იქნება მოსამართლე გაუსაშვილის პოზიცია, ეს ავარაუდოდ დღის ბოლომდე გახდება ცნობილი. ჩემი აზრით თავად უნდა ვიწეროს განცხადება და გითხრას რომ მეც მაქვს ინფორმაცია და იქნებ დავეხმაროთ სასამართლოს და ბრალდების მხარეს, ამიტომ მე ვფიქრობ რომ ჩვენი განცხადება არც უნდა იყოს საჭირო, იქნებ თავად მოგმართოს და მოვიყვანოთ სასამართლოში. ეს აღიარება იყო თქვენთვის, არის იმის მტკიცებულება, რომ არანაირი ეს არის უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევა თავიდანვე რო ვთქვათ, იმიტომ რომ ეს არის თავრობის ხელმძღვანელი და წინასწარ მსგავსი განცხადებების გაკეთება არ იქნება სასამართლოს ზემოქმედება და ამიტომ დავრჩეთ სამართლებრივ ჩარჩოში, დაველოდოთ გადაწყვეტილებას და შემდეგ უკვე შეიძლება ალბათ განცხადებების გაკეთება, მაგრამ იქამდე სანამ გადაწყვეტილება არ არის მიღებული, ამ პირობებში მოსამართლეზე საჩვენებლად დასჯის ზემოქმედების ნაწილი ჩვენთვის იურისტებისთვის მიუღებელია. თავადაც იურისტია და დარწმუნებული ვარ ესმის რას ნიშნავს უდანაშაულობის პრეზუმპცია. რაც ვიხილეთ გუშინ კონკრეტული განცხადება, ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ეს ბიჭები არიან რაღაც კონკრეტული მაგალითისთვის დაკავებულები, კონკრეტული პირთა გამიზნული მიზნებიდან გამომდინარე, ვინაიდან არც ერთი მტკიცებულება, როგორც იმ განცხადებაში აღინიშნა, ყურით მოკარი, არც ერთი მტკიცებულება და როგორც აღინიშნა თითქოს მტკიცებულებათა საფუძველზე არიან დაკავებული, არც ერთი მტკიცებულება ხაზგასმით შემიძლია ვთქვა, რომელ პირებსაც მე წარმოვადგენ სასამართლოში, მათ საქმეებში საერთოდ არ არის განსხვავება. როდესაც მაღალი თანამდებობის პირები აკეთებენ მსგავს განცხადებას, ეს პირდაპირ მიუთითებს მოსამართლეზე და საქმეზე ზეწოლას და პოლიტიკურ мотивაციას, რომელიც შემდგომში უნდა აისახოს გამამტყუნებელი განაჩენით. გარდა იმისა, რომ დღეს ამ დრო გამოეხმაურება ამ საკითხს, ასევე ჩვენ ამაზე უკვე მსჯელობა გვაქვს და კომუნიკაცია აქტიურად ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთან, რადგან ირღვევა უდანაშაულობის პრეზუმპცია როგორც ამ დროში, ასევე სხვა სინდისის პატიმრები. სინდისის 11 პატიმრის სასამართლო პროცესი რამდენიმე წუთში დაიწყება საკალათო სასამართლოში. დღეს ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან პროკურატურას. რამდენი მოწმე ეყოლება დღეს მოყვანილი სხდომათა დარბაზში, ეს ჯერ ადვოკატებისთვის უცნობია.